ბატონო რომელიმე გაზეთი რო კადრში გამოჩნდეს რეკლამად ჩანათვლება და ამათ აქვს უფლება საკუთარი თავის რეკლამის თავისთავად პოზიტიური განცდაა, როდესაც ახალი პრემიერ-მინისტრი აგრძელებს მისი წინამორბედის ტრადიციას და ამავე დროს არის უფრო ღია ჩემის აზრით და არანაირი ზეწოლის სურვილი მას არ გააჩნია არც მედიაზე და არც ბიზნესმენებს. ეს მეორე ტური იყო, ასე ვთქვათ, ბატონი ღარიბაშვილის საჯარო შეხვედრების გუშინ ბიზნესმენებთან, დღეს ჟურნალისტებთან, იგეგმება ასეთივე შეხვედრა ექსპერტებთან და რა გითხრათ, მთლიანად ჩემზე ამ პრესკონფერენციამ ძალაუნებურად გამოიწვია გარკვეული შედარებები წინა პერიოდთან და შემიძლია ვთქვა, რომ ბევრად უფრო მშვიდობიანი და ტაქტიანი გამოდგა ეს შეხვედრა. ჟურნალისტებს აღარ ჰქონიათ მცდელობა თავდასხმისა კორესპონდენტზე, რასაც ხშირად ვაკვირდებოდით ბატონ ვიცინა ივანიშვილის მიმართ დასმულ კითხვებში. დღეს ჟურნალისტების აგრესია არ იგრძნობოდა და ამავე დროს ძალიან მკაფიო იყო, რომ პოლიტიკური გამოცდილება ბატონი ღარიბაშვილის სულ უფრო დამაჯერებელი ხდება და მისთვის მოულოდნელი და მიუღებელი არც ერთი კითხვა არ გამოდგა. თუმცა იყო შეკითხვები, რომელზე პასუხიც შესაძლოა მეტ დამაჯერებლობას მოითხოვდა. გულისხმობ იმავე პირდაღებულ თემას, რომელიც იმდენად შინაარსით არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც ფორმით. და გულისხმობ მერაბიშვილის წასვლა არ წასვლას საკნიდან. გაჭიანურდა ამ თემაზე პასუხის გაცემა და პრემიერ-მინისტრიც გარკვეულად მიუხედავად იმისა, რომ სრულიად მკაფიო იყო საკუთარ განცხადებებში, როგორც ჩანს, არ ფლობდა არგუმენტებს ორივე მხრიდან. მერაბიშვილი დღემდე დუმს იმ თემაზე, თუ რატო გაუჩნდა мотиваცია ყოფილ მთავარ პროკურორს მისი სახელმწიფო დაწესებულებაში სტუმრობისა. რა იყო ისეთი, რასაც პროკურორი ვერ შეძლებდა ეთქვათ ციხის კამერაში მასთან. ან სხვა პროკურორი გაეგზავნა. ამიტომ თავიდანვე ეს თემა იყო გარკვეული ხარვეზების მატარებელი მერაბიშვილის გაცხადებისთანავე. ეს არ გახლავთ ის ადამიანი, რომლის განცხადებასაც უპირობოდ უნდა ვენდოთ, გვახსოვს რა თუნდაც 2005 წლის 3 თებერვლის დილა, რასაც ვრცელებდა იგი ტელევიზიით,
პრემიერ-მინისტრის დაღუპვასთან დაკავშირებით. ახლა საუბარი იმაზე, რომ გაქრა ეს ჩაწერილი ფირები, რასაკვირველია, ნაკლებად დამაჯერებელია, თუნდაც იმიტომ, რომ საკმარისზე მეტი დრო იყო იმისთვის, რომ ასეთი განცხადება გაკეთებულიყო. თუ ის მეორე დილასვე გაქრა, მეორე დილასვე უნდა ყოფილიყო ამაზე რეაგირება. მე შორს ვარ აზრისგან, რომ თუ კი ასეთი შეხვედრა შედგა, ეს ყოფილიყო პროკურატურის ინიციატივა. ეს უფრო გარკვეული პროვოკაციული ქმედების შედეგია, რომელიც დიახ, როგორც ღარიბაშვილი ბრძანებდა, კარგად იყო დაგეგმილი და დღემდე გამოიყენება ეს თემად, თუმცა ალბათ დღის შემდეგ ეს სურვილები გადაფარული იქნება ახალი ფაქტებით ნაციონალური მოძრაობის ბიოგრაფიიდან. ძალიან საინტერესო იყო პრემიერის პრესკონფერენციის ის ნაწილი ჩემთვის, რაც შეეხება ეკონომიკურ პერსპექტივებს და მის ურთიერთობებს ქართველ ბიზნესმენებთან. თავისთავად წლევანდელი წლის გამოცხადება ადგილობრივი წარმოების წლად არის ჩემის აზრით ერთადერთი გამოსავალი იმ რეალობიდან, რასაც ქვია ტოტალური უმუშევრობა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წლევანდელ წელს მომიტევონ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მსურველებმა გახლავთ წარმატებული სვლა ევროპული პერსპექტივისკენ და დროული ხელმოწერა ასოცირებული შეთანხმებისა. ამიტომ იმ პირობებში, როგორშიც ვიმყოფებით დასაქმების თვალსაზრისით, იმ გაუსაძლის სიღარიბეში ყოფი თანამემამულეთა უზარმაზარი რიცხვის თანდასწრებით, რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც იმედის თვალი ჩვენს ეკონომიკურ გამოცოცხლებას დაეტყოს და ის მიდგომები, რაც გააჟღერა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა, იძლევა იმის საფუძველს, რომ დავრჩეთ ოპტიმისტები. მართალი გითხრათ, ჟურნალისტების შეკითხვებში რაიმე სიახლე არ ჩანდა. ეს თემა, რომლებზეც ისინი საუბრობდნენ, პრაქტიკულად არაერთხელ იყო გაჟღერებული მედიაში, გარდა იმ თემისა, რაც შეეხება დღეს გახმაურებულ სააკაშვილის წერილს კეზერაშვილთან დაკავშირებით და ასეთ ვითარებაში ვფიქრობ, გარკვეული სიმშვიდის მომასწავებელია ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ. ნახოთ, რამდენად შესრულებადია ის გეგმები, რაც მთავრობას გააჩნია ეკონომიკური სტაბილიზაციისთვის და წინსვლისთვის, ამის წინაპირობები არსებობს, ციფრები რატომღაც დეკემბერში, ნოემბერში უფრო რაღაც კარს მიღმა იყო დარჩენილი, რომელზეც დღეს საუბრობდა ბატონი პრემიერი, მაგრამ როგორც ჩანს, ახალი ხელისუფლებაც ტრაბახის დაცვლად ცდილობს ჯერ ნაბიჯი გადადგას და მერე დაიძახოს ოპ. ეს თავისთავად მისასალმებელია ისიც, რომ არის მზაობა ბოლოს და ბოლოს მიღებულ იქნას ქვეყანაში კანონი მიგრაციის შესახებ, რომლისოდაც რაიმე ტიპის ლიბერალიზაციისა ვიზებთან დაკავშირებით არის აბსურდი და წინა ხელისუფლების მიერ მუდმივი სპეკულირება ამ თემით, რომ რაიმე ეშველება ვიზების გაადვილებას იყო სრულიად უსაფუძვლო, რადგან წლების განმავლობაში ევროკავშირი მკაფიოდ გვაფრთხილებს, რომ არ იქნება კანონი მიგრაციის შესახებ, არ მოხდება ვიზების ლიბერალიზაცია. სხვა ასეთი წინაპირობებიც არის, რატომღაც დღეს პრესკონფერენციაზე არ ყოფილა საუბარი იმაზე, თუ რატომ არის თაროზე შემოდებული კანონი ანტიმონოპოლიური საქმიანობის შესახებ, რომელიც უკვე პრაქტიკულად მზად არის
და თვეების განმავლობაში ელოდება ყურადღების მიქცევას ხელისუფლებისგან. ახლა დამოკიდებულება სხვადასხვა პრობლემური საკითხის მიმართ დაწყებული პროკურატურის საქმიანობიდან დამთავრებული ენერგეტიკის პრობლემებით ძალიან მკაფიოდ იყო განმარტებული ბატონი პრემიერის მიერ ჩემთვის პირადად იმედის მომგვრელია ის ფაქტი, რომ ბატონი ჰამერბერგის ჩართვა არის გადაწყვეტილი ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საქმის გამოძიებაში. ისევე როგორც ბატონი პრემიერის სრულიად მკაფიო პოზიცია ჰუდონგესთან დაკავშირებით, რომ არც ერთი მხარე არ უნდა დარჩეს უკმაყოფილო. თუმცა კოლიზია სვანეთის მოსახლეობასა და ინვესტორს შორის დღესაც აქტუალურია. მარტივი გადაწყვეტა ამ საკითხის არ ჩანს, მაგრამ უკვე გამოჩნდა ალტერნატიული პროექტები ხუდონხესის, რომლის განხილვა არის ვალდებულება ჩვენი ხელისუფლების და არა რაიმე ტიპის სურვილი სხვა ალტერნატიული პროექტების ავტორებისა. ჩვენ უნდა გავზარდოთ თავად ჩვენი ტექნიკური შესაძლებლობები, რომ გამოვიყენოთ უახლესი ტექნოლოგიები ენერგეტიკაშიც და როდესაც საუბარია იმაზე, რომ არანაირი ალტერნატივა ჰუდონის ჰეს არ გააჩნია და მხოლოდ ის პროექტი არსებობს და ის უნდა განხორციელდეს, რომელიც დღეს განიხილება, არა დამაჯერებელია. ახლა არანაირ შედარებას არ ვაპირებ იოსებ სტალინის და დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების ლიდერებისა, მაგრამ ახსენდება ერთი ისტორია, რომელიც პოპულარული იყო წლების წინ, როდესაც სტალინს წარუდგინეს პროექტი, იგი კონსტრუქტორ ტუპოლევის მიერ დამუშავებული და ეხებოდა ახალ თვითმფრინავს Tu-104-ს. მთელი პოლიტბიუროს წევრები ერთხმად საუბრობდნენ იმაზე, რომ საბჭოთა ავიაცია არ არის მზად ასეთი პროექტის განსახორციელებლად. სტალინმა მოისმინა ეს ყველაფერი და ჩუმად დააწერა ამ პროექტს რეზოლუცია. ამაღლებულ იქნა საბჭოთა ავიამშენებლობის დონე Tu-104-ის მოთხოვნებამდე. და მართლაც დაიწყო ისეთი საქმიანობა, რომ შესაძლებელი გამხდარიყო Tu-104-ის, 114-ის, 124-ის და ასე თვითმფრინავების კეთება. ჩვენც არ უნდა ჩავიციკლოთ არსებულ ჰუდონგესის პროექტში, გამოვიხედოთ აქეთ-იქით და ნახოთ რა ტექნოლოგიები იქნება გადამრჩენი იმ პრობლემებისაგან, რაც ასე წუხილის საგანია ჩვენი თანამემამულეებისთვის, რომლებიც დაიბადნენ და ცხოვრობენ სვანეთში. ბატონი ბერძენიშვილის განცხადება ვშიშობ, რომ თავად მის რეიტინგს აწყენს, მაგრამ ვინ დაკითხავს სააკაშვილს? ეს თემა უფრო აქტუალური იქნება, ვიდრე თავად ის დაკითხავენ თუ არა. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ როგორც განსაკუთრებული მოწმე, ასეთი სტატუსით იმყოფება ის დღემდე შეერთებულ შტატებში. ავიენები იმასაც საუბრობენ, რომ მას გარკვეული ძევლის სტატუსი აქვს. ამერიკაში ცხადია, ასე ზედაპირულად ამას ვერ დავადასტურებთ, მაგრამ საკითხი ეხება ისევ და ისევ კეზერაშვილს. კეზერაშვილს არ გაუჭირდებოდა და არ შერწყვებოდა დაესახელებინა ადამიანები, რომელთანაც ის თანამშრომლობდა იმ
არაკანონიერ ქმედებებისას, რასაც მას ედავებიან ჯერჯერობით ევროპაში და ცხადია არსებობს ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ინტერესის ამ ფაქტის მიმართ, რაც შეეხება იარაღით უკანონო ვაჭრობას, არ გახლავთ ესე იგი ზოია კოსმოდემიანსკაიას ჯიშისა ბატონი კეზერაშვილი, რომ პარტიზანის სიმტკიცით არ გათქვას ადამიანები, რომლებიც ასეთ ვითარებაში აგდებენ მას. მე ამის პრაქტიკა პირადად გამაჩნია, როდესაც 2004 წელს ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელი კეზერაშვილი უხეშად ჩაერია საქნავთობის საქმიანობაში და დაიწყო თავად განაწილება საქართველოში მოპოვებული ნავთობის, მაშინ სულ რაღაც 3-4 თვით გახლდით საქნავთობის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და რასაკვირველია რეაქცია მოახდინე ასეთ საქციელზე, როდესაც მან გაიგო, რომ პრესკონფერენციაზე ვაპირებდი ამ საკითხის გატანას და მის სახელის გამოცხადებას, ჯერ ითხოვა, რომ იქნებ არ დამასახელოთო, ხო იცით, ჩემი ბრალი არ არისო. როცა შეუთვალე, რომ მითხარი, ვინ გავალებს ასეთ რამეს. პასუხი იყო, თქვენ ხომ იცით, რომ მე მხოლოდ 3 კაცს ვემორჩილები ამ ქვეყანაში. ახლა ჩემთვის ეს პასუხი გასაგები იყო და რასაკვირველია მისი გვარი დავასახელე, რადგან არ ვაპირებდი მკითხაობას, ვინ იყო ეს 3 კაცი. მაგრამ მას შემდეგ, რაც წლები გადიოდა, სულ უფრო ღრმად იძირებოდა ეს ახალგაზრდა ადამიანი იმ მოთხოვნებში, რასაც მას უყენებდნენ. და ერთ დროს ეს წესიერი გულანთებული ადამიანი სწორედ სისტემურმა დანაშაულმა აქცია კრიმინალად საერთაშორისო მასშტაბის. რამდენადაც ვიცი, მას დღეს აღარც ისრაელში შეეცვლება, რადგან მისი სახელი იქ დაკავშირებულია ისრაელის წარმოების იარაღზე, რომელიც შემდგომ გადაეცა რუსეთს ომის შედეგად და ასევე არც სხვაგან ჩათვლის ის თავს უსაფრთხოდ. ბევრი დრო აღარ დარჩენილა ამ სასამართლოს ჩატარებამდე, 23 იანვარს ალბათ გადაწყდება მისი ბედი, თუმცა არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ საქართველო რეალურად დაინტერესებულია მის ექსტრადიციაში საქართველოში. რადგან აქ მის მიმართ ბევრად უფრო ნაკლები კითხვა იქნება დასასმელი, ვიდრე იმ სასამართლოებში, სადაც იქნება სერიოზული ინტერესი მთლიანად ამ საქმის მიმართ და მოგეხსენებათ ვაშინგტონში მყოფი ბატონი სააკაშვილი შეიძლება აღმოჩნდეს საინტერესო მოწმე ამერიკული სასამართლოსთვისაც, რომლის მიერ გამოტანილი 25 წლიან სასჯელს ამერიკაში იხდის ვინმე ვიქტორ ბუტი, რუსეთის იარაღის ცნობილი გადამყიდველი ტერორისტული ორგანიზაციების მისამართით და თუ ასეთ სამარცხვინო ქმედებაში არის ჩართული ქართული ყოფილი ხელისუფლება, ეს რასაკვირველია სერიოზულ ზიანს მიაყენებს ჩვენს სახელმწიფოს ავტორიტეტს. ეს არ იქნება საგანი, რომელსაც დაუწყებენ გარჩევას, რომელი ხელისუფალი რომელ წელს რას აკეთებდა. ეს იქნება მთლიანად ჩვენი ქვეყნის სირცხვილი და ასეთ შემთხვევაში მე მგონი არც ერთი ჩვენი მოქალაქე არ უნდა იყოს დაინტერესებული იმაში, რომ სახელმწიფოს სახელი შეიბღალოს. მაგრამ თუ ეს მაინც ასე მოხდა, ცხადია კოაბიტაციის ტერმინიც კი უნდა ჯარიმდებოდეს, არათუ შესაბამისი ქმედება ჩვენს ქვეყანაში. უბრალოდ ჩემი რატომ გათიშული და
პალტოში ჩადებული ტელეფონი აღმოჩნდა ჩართული და ჩემ ჯიბეში. ბატონო? თქვენ? კი ბატონო. ძალიან ბევრი ფუნქცია დააკისრეს ამ ადამიანს, რადგან ხდებოდნენ რომ ის ვერაფერზე უარის თქმელი ვეღარ იქნებოდა. როცა რაღაც მილიარდის ტრიალზეა საუბარი, ეს რომ მისი რუდუნებით ნაშოვნი თანხა არ იყო, ალბათ ძნელი დასადასტურებელი არ იქნება. მაგრამ აბა სხვა კუთხით შევხედოთ. გვახსოვს ყველას, როგორ ნადგურდებოდა ოქრუაშვილის თანამებრძოლი ბიზნესმენის ქონება. როდესაც სამშენებლო ესე იგი კომპანიები დაიხურა, ნადგურდებოდა, იყიდებოდა, ისე რომ ფლობელს არანაირი წვდომა არ ჰქონდა პროცესთან. დაწვეს რამოდენიმე შენობა. ამ დროს რა ხდებოდა? ერთ ფაქტსაც ალბათ დრო აეხადოს. ფარდა, რომ ფინანსთა მინისტრი გილაური იმ დროს საკუთარ თანამშრომელს ავალებდა პატიოსან გადაწყვეტილებაში მონაწილეობას და სინამდვილეში კი მის თანამშრომლებზე ზემოქმედებას ახდენდა იმ დროს უმუშევარი კეზერაშვილი და ასე ხდებოდა იმ კომპანიის განადგურება და მისი ქონების მიტაცება. დღესაც იყო ამ თემაზე საუბარი პრემიერ-მინისტრის კონფერენციის დასრულებისას და იქნა შეთავაზებული მთავრობისთვის, რომ დროა შეისწავლონ კერძო ქონების გადაფორმების მაგალითები, რატომღაც ჩვენს პროკურატურას გარკვეული ფრთხალი კურდღლის პოზიცია გააჩნია. გავიდა შარშანდელი წელი ისე, რომ არც კი დახარისხებულა ეს საჩივრები, რომელი რა მიმართულებით არის, რომელ მოსამართლეს და პროკურორს ეთქმის, რომელი რა ტიპის დანაშაულია, სხვადასხვა ტიპია ეს დანაშაულების, ეს მაინც გამიჯნულიყო. იმედია, რომ ახალ ხელისუფლებას აღარ ექნება რაიმე თითიდან გამოწვეული არგუმენტი თუ რატომ არ უნდა დაიწყოს ამ თემების განხილვა. და კიდევ ერთი, უკვე მერამდენე პრესკონფერენცია ჩვენს პრემიერ-მინისტრებთან, როდესაც ველი ერთი საკითხის დაყენებას რომელიმე ჟურნალისტისგან, რომ მოხსნას ახალმა ხელისუფლებამ სააკაშვილის ვეტო ქართულ პრესას და მისცეს საშუალებაც და იქნებ დაავალდებულოს კიდეც სახელმწიფო უწყებები, რომ გამოიწერონ ქართული პრესა. არ არის ქართული პრესა ინფორმაციის ის წყარო, რომელიც ყველაფერი, ესე იგი, ინტერნეტ საშუალებებით ან ტელევიზიის საშუალებით ვრცელდება. ვიდრე ქართულ პრესას არ გაეცნობა სახელმწიფო მოხელე, მისთვის უცნობია რა ინფორმაციას ფლობს საქართველოს მოსახლეობა. გამოიწერეთ ბატონებო ეს პრესა, ზოგი მასალა თქვენთვის მიუღებელი იქნება, ზოგი განგარისხებთ, მაგრამ იმას მაინც აცდებით, რომ იყოთ და იცხოვროთ საკუთარი მოსახლეობისგან განსხვავებულ საინფორმაციო ველში. იმედი მაქვს, როდესმე ეს საკითხი გამოსწორდება. მე ვსაუბრობ მხოლოდ ვარაუდების დონეზე და ეს ვარაუდი გარკვეულ ლოგიკას ექვემდებარება. დაგისაბუთებთ რატომ ვთვლი, რომ ბატონი კეზერაშვილი არ არის ზოია კოსმოდემიანსკაია. ახალგაზრდებმა შეიძლება არც ზოია კოსმოდემიანსკაია იცით ვინ არის და არც რა გაუკეთებია. ეს გახლავთ ისტორიული პირი, პარტიზანი,
რომელიც ფაშისტების მიერ წამების მიუხედავად არ გათქვამდა არანაირ საიდუმლოს. ამ ტიპის მოღვაწედ მე კეზერაშვილს არ წარმოვიდგენ და იმის მაგალითიც მოგიყვანეთ თუ რატომ არა. საკუთარი გამოცდილებიდან. ახლა რაც შეეხება ბუტის ფიგურას, ის არის უაღრესად მნიშვნელოვანი უპირველეს ყოვლისა რუსეთის მთავრობისათვის. ძალიან ბევრს ცდილობდა რუსეთი, რომ ხელი დაეფარებინა მისთვის. დღემდე 25 წელმისჯილი ბუტი ხმას არ იღებს, არანაირ ინფორმაციას არ გასცემს და შესაბამისად გააჩნია იმედი იმისა, რომ რამოდენიმე წელიწადში ის შეიძლება აღარ იყოს პატიმარი. ის ფლობს არანაკლებ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც გააჩნდა მაგალითად იმავე ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელს, რომელმაც გადარია მთელი ამერიკა მისი პრეზიდენტის სახით და გაამჟღავნა ის მზაკრული მეთოდები, რომლითაც ეს ორგანიზაცია სარგებლობდა და უსმენდა პრაქტიკულად ყველა ევროპელ ლიდერს სატელეფონო სამსახურში. ბუტი ფლობს ინფორმაციას რა იარაღს და რა მიმართულებით და რა რაოდენობით ავრცელებდა რუსეთი მსოფლიოში. ეს არის ინფორმაცია, რომლის გაჟღერებაც ყველაზე ნაკლებ სასურველია რუსეთის პრეზიდენტისთვის. არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკის პრეზიდენტი სიამოვნებით ჩაეძიოს ასეთ ინფორმაციას, გარკვეული სულის გასაკეთებლად იმის წინააღმდეგ, რაც პუტინმა გააკეთა და ამერიკის თვალით დანახული მოღალატის შეფარება გადაწყვიტა რუსეთის ტერიტორიაზე. ეხლა თუ ისეთი მნიშვნელოვანი მოწმე, როგორც ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ბატონი სააკაშვილი, რაიმე კვალს გაკვალავს კეზერაშვილის და ბუტის ინტერესების მიმართულებით, გასაკვირველია, დიდი ალბათობით ეს იქნება ბუტისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდების წინაპირობა, რაც აღარ მისცემს მას რაიმე ილუზიას, რომ შეინახოს მდუმარება არსებულ თემებზე. გინდათ შეთქმულების თეორია დაარქვით ჩემს ნალაპარაკებს, გინდა საკუთარი ფანტაზია, მაგრამ უბრალოდ არ დავასახელებ ადამიანს, რომელიც ასეთ ინფორმაციას ფლობს და ჩემთვის ეს წყარო სარწმუნოა. ამავე დროს ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე და კიდევ იმ სხვა საფრთხეებიდან, რომელიც არსებობს ამ ადამიანების მიმართ, თუნდაც ლაფანყურის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ალბათ ყველაზე შვიდობიანი და უსაფრთხო გარემო გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები სააკაშვილისთვის და საფრანგეთის ციხე კეზერაშვილისთვის. რომელზეა მეორე ამბავი?